ყველაზე ხშირი გამომწვევი ალერგიული დინიტისა და ბრონქული ასთმის არის ოთახის მტვრის ტკიპები და ეს ცალსახად დადგენილია, რომ მათი რაოდენობა, რა თქმა უნდა, ბარში უფრო მეტია ვიდრე მაღალმთაში, ამიტომ პოზიტიური გავლენა უდაოა. არაფერი არ მინდა დავიჯერო ის, რომ ეს მაგალითად არის ბაკურიანი. არ შეიძლება ხა ჩათვალდება ბაკურიანში ჰაერზე უფრო მაღალი რისკია ინფექციის ვიდრე სკოლაში. სისხლბადი ორგანოების სტიმულაცია ხდება ზუსტად გაიშვიათებული ჟანგბადის გამო, რომელიც გვაქვს საშუალოდ მაღალი მთის კურორტებში. მოიშველიებდა რომ ერითროპოეზს აჩქარებს. მეორე კითხვაა, რატომ ჭირდება ვიღაც ბავშვს ერითროპოეზის აჩქარება? არაფერი შეაჭირდება. ჩამოვა ის ბავშვი და 14 დღეში ზუსტად იგივე დაბრუნდება. ავალინთა და რაღაც სიმაღლე ჩემი აზრია ეს მაპატიეთ, არ ნიშნავს რომ მხოლოდ ეს სიმაღლე განსაზღვრავს მის კონკრეტულ ღირებულებას. როგორც ამბობენ, წადი სადაც გინდა და დაისვენე. არ ხდება ესე. ყველა ის კურორტი, რომელიც მთის კურორტია, დასახელების მიუხედავად არის კურორტი და არის ჩვენი ეროვნული მალე თავისუფალი პლატფორმა კონსილიუმი ექიმების დებატები პულსზე